დავბრუნდით თემით, რომელიც არაერთხელ გაგვიშუქავს, გაგვიშუქებია ჩვენს გადაცემაში და ყოველთვის ერთი და იგივე შეკითხვით ვიწყებ ხოლმე, რომელსაც ახლაც მინდა დავიწყო ჩვენ სტუმრებთან და ჯერჯერობით მე ასე ვთქვათ, დამაკმაყოფილებელი პასუხი ამ შეკითხვაზე არ მიმეღია. მანამდე კი მინდა შეგახსენებთ, რომ დღეს 1 დეკემბერი არის შიდსის საერთაშორისო დღე, მთელ მსოფლიოში აღინიშნება ჩვენთანაც უკვე მრავალი წელია. წელს, როგორც ვიცით, კამპანიამ განახლებული სახე მიიღო. მოდით ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბროთ ზოგადად ამ დაავადებაზე, ჩვენ ქვეყანაში რა სტატისტიკაა, როგორი ვითარება, რა მდგომარეობაა და კონკრეტულად იმაზეც რა ქვია, კამპანიაზეც. მანამდე კი ორი სიტყვით სტატისტიკის შესახებ 2015 წლის 20 ნოემბრის მონაცემებით რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 5331 შემთხვევა, ინფიცირებულთაგან 3932 არის მამაკაცი, 1399 ქალი და ასაკობრივი ჯგუფიც ასე თქვა დადგენილია 29-დან 39 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ასე ვთქვათ. მიუხედავად იმისა, ნინომ სწორად აღნიშნა, რომ ბევრი წელია არსებობს გარკვეული პროგრამა, მე რამდენადაც ვიცი საქართველოში. მე მაინც მგონია, რომ წვდომა ინფორმაციაზე საზოგადოების მხრიდან არის მაინც არ არის იმხელა, რამხელაც უნდა იყოს და ჩვენ შევეცდებით დღეს გავაუმჯობესოთ ეს წვდომა და შიდსის საერთაშორისო დღეს მსოფლიო დღე, როგორც თაგუსტორეს, შიდსის მსოფლიო დღე ასე ქვია. მოდით დავაპატიჟოთ ჩვენი სტუმრები და მათთან ერთად გავიაროთ ეს თემა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ქეთის ტვილია და ნინო ბადრიძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამედიცინო პრაქტიკული ცენტრის ექიმი, ეპიდემიოლოგი. მოგდანდით. ჩავარაგრაკე. სალამი, გამარჯობა. მამამობრძანებისთვის. სალამები, სამკერდე ნიშნები გაქვთ. ეს არის ალბათ შიდსის მსოფლიო დღის აღნიშნული ლენტი. ლენტი, ასე ვთქვათ, მუდამ გასდევს სიმბოლოდ ამ თემას, ასე ვთქვათ. შიდსით დაავადებულთა მიმართ სოლიდარობის ნიშანი და ქალბატონებო, მე შესავალში ვთქვი, რომ ეს თემა ჩვენ არაერთხელ გაგვიხილავს და მე ჯერ კიდევ მახსოვს მაშინ კურიერში მუშაობდი. ანუ დიდი ხანია, რაც ეს პრობლემა მსოფლიოში წარმოიშვა, საქართველოც შეძლებს დაგვარად ჩართულია ამ პრობლემაში, მაგრამ მე ერთი და იგივე კითხვა მაქვს, რატომ არ არის, მე მგონია რომ მეჩვენება, მაგრამ შემდეგ აი ესე მეგობრებში, კოლეგებში გამოკითხვით, ყველა მიდასტურებს, რომ მათაც ესეთი შეგრძნება აქვთ. რომ არ ხდება ინფორმირება, უფრო კამპანია, უფრო მეტი ინფორმაცია და რაც თავარია, სტატისტიკა მაგვანცა მომიკითხა, გვაჩვენა, რომ საკმაოდ ახალგაზრდა ყველაზე როგორ გითხრათ, შრომის უნარიან სეგმენტზე არის დარტყმა ხომ იყენებული. რატომ არ ხდება მოზარდებში ამის უფრო მეტი ინფორმირება, რა ვიცი, რაღაცა სახით აი. იცი რა მართა სამბობს ნინო, იმიტომ რომ ცგ-ჰეპატიტზე რატომღაც ძალიან და აბსოლუტურად მართებულადაც და ძალიანაც კარგი, ძალიან დიდი კამპანიაც არის დახმარება ხდება, მთელი ჩართული არის ყველა. თითქმის და ინფორმირებაც არის და რაღაცნაირად ამაზე საუბარი არის განუწყვეტლი. რამაც შედეგი მოიტანა. ნელ-ნელა, მაგრამ აი ეს ამბავი თითქოს რაღაცნაირად მიწყნარდა, იცი. თან მით უმეტეს რომ სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს, მე რამდენადაც ვიცი, სრულიად უფასოდ მკურნალობას. ძალიან მნიშვნელოვანი თემა წამოწიეთ, ნამდვილად დღესდღეობით იგივე ცგ-ჰეპატიტზე, თითქოს უფრო ახალ პრობლემაზე გაცილებით მეტი იცის საზოგადოებამ და უკეთ არის ინფორმირებული ვიდრე შიდსზე. ამაზე ჩვენც ძალიან ბევრს ვფიქრობთ და ერთადერთი რასაც წავაწყდეთ, ეს არის მაინც სტიგმა. სტიგმის გამო, როგორც ინფიცირებული ადამიანები, ისე სამედიცინო საზოგადოება, იგივე ვთქვათ, თქვენ ახსენეთ, ახალგაზრდობა, იგივე სკოლაც თავს იკავებს ამ თემებზე საუბრისაგან სამწუხაროდ. სტიგმასთან ბრძოლის პირველი საშუალება არის ხმამაღლა საუბარი და ინფორმირებულობა. რა თქმა უნდა, თქვენ ახსენეთ ასევე, ვთქვათ, რატომ არ ტარდება ფართო მასშტაბის კამპანიები.
საერთოდ სოფლიოში ამდენი წელია უკვე ამ დაავადების წინააღმდეგ მიდის ბრძოლა და შეიმუშავეს გარკვეული მიდგომები, რა თქმა უნდა, ისევ რესურსებიდან გამომდინარე თუ რა რესურსი გვაქვს და არის ესეთი სტრატეგია, რომ სადაც ინფექცია ფოკუსირებულია მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებში და ჩვენთან ისინი არიან ნარკოტიკის მომხმარებლები, კომერციული სექსის მუშაკები, ესენი არიან ჰომოსექსუალი მამაკაცები, ამიტომ მთელი ძალისხმევა ჩვენი პროგრამების, ეგრეთ წოდებული კონცენტრირებული ეპიდემიის პროგრამების ჯერჯერობით არის აი ამ ჯგუფებზე. არის ძალიან ფართო ეპიდემიის. ამ ჯგუფის წევრები, ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები, მეზობლები, ნათესავები არიან, ისინი ხო ჩვენი საზოგადოების წევრები არიან, მით უმეტეს, როდესაც საუბარი გვაქვს დაავადებაზე, რომელიც ვრცელდება, ხო? ადამიანიდან ადამიანზე. ხო, ხომ არ ფიქრობთ, რომ უნდა გაფართოვდეს ალბათ და ყველა ჩვენგანის საქმე და სადარდებელი უნდა გახდეს. დღევანდელი დღეც სწორედ ამას ეძღვნება, სხვათა შორის ჩვენ ნინოს და მეც ამ საქმეში ვართ უკვე იმდენი წელი, რომ გვქონია რა ვთქვათ, მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ წელს აი ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ საქმეში, იმიტომ რომ ეტყობა თვითონ პრობლემა საქართველოში უფრო ფართო მასშტაბს ღებულობს, უფრო მნიშვნელოვანი ხდება და შესაბამისად საზოგადოება ცდილობს, რომ ამ დაავადების შესახებ გაიგოს მეტი. მცირდება ინფიცირებულები? სამწუხაროდ აი მთელ მსოფლიოში ამ გაწეული ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწიეს იმას, რომ ძალიან ბევრ დიდ რეგიონებში, იგივე აფრიკაში სტაბილიზაცია მოხდა ეპიდემიის და ამიტომ ამბობენ, რომ 2030 წლისთვის შიცი ჩვენ აღარ გვექნება, ამიტომ მსოფლიოს ეს მამაღლა განაცხადა. ეს სამწუხაროდ არ ეკუთვნის ჩვენ რეგიონს, აღმოსავლეთ ევროპას. აქ მაინც ნელი, თუმცა ესე სტაბილური და აღინიშნება ესე როგორც საქართველოს. ნელი და სტაბილური ზრდის საპირისპიროდ დიდი ნაბიჯები იგეგმება, ხო? ქალბატონინო, მე ამოვიკითხე, ასე ვთქვათ, ეს დიდი ნაბიჯები და საკმაოდ შთამბეჭდავად ჟღერს თუ კი ჩვენ გაუყვებით ამ ნაბიჯებს. და რას მოიცავს მკურნალობა 90-90-90-90-ზე? ეს არ არის მარტო მკურნალობა 90. პროგრამა უბრალოდ. ეს არის ძალიან კარგი პროგრამა და ძალიან ამბიციური პროგრამა, რაც გვინდა რომ საქართველოში განვახორციელოთ, რომ 2020 წლისთვის 90% მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლებისა იყვნენ ტესტირებულები აი ინფექციაში. ძალიან იცოდნენ მათი თავიანთი სტატუსი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გამოვლინდება ძალიან ბევრი აი ინფიცირებული. შემდეგ მათი გამოვლენილებიდან 90% ჩავთვალთ მკურნალობაში, აი ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა და შემდეგი 90% რომ მივახციოთ იმას, რომ ვირუსი განულდეს, ანუ ისინი აღარ წარმოადგენენ ინფექციის წყაროს, ანუ იყოს მკურნალობა იყოს საკმაოდ ეფექტური. ისინი შევინარჩუნოთ მკურნალობაზე და ეფექტური მკურნალობა. პირველი 90 არის, მე მგონი, ის წერტილი, რაც ვიქნის ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორ მივახცევთ გამოვლენას? ვამბობთ, ვსაუბრობთ სტიგმაზე, ვსაუბრობთ არასწორ სტატისტიკაზე. აი მთავარია პირველ 90-ს როგორ მივახცევთ? ძალიან იცით რა არის აბსოლუტურად სწორად ძალიან, იმიტომ რომ შემდეგი 90-ები ნამდვილად მიღწეული როქნდა, ის გამოვლენილი არის, ისინი ნამდვილად იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ და მკურნალობის ქვეშ. ძალიან დიდი პრობლემა დგას იგივე ამ სტიგმიდან გამომდინარე ამ 90%-ის მიღწევისა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ ისკენაც ხელი მიგვიწვდება, უბრალოდ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ეს არის აბსოლუტურად ანონიმური, ან კონფიდენციალური კვლევა ინფექციაზე, რომ არც ერთ ინსტანციაში არ მიდის ინფორმაცია გამოვლენილი აი ინფიცირებულების შესახებ, ხო? და რა ვიცი, ყველანაირად მოუწოდებთ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც რაღაცა ერთი სარისკო ქცევა მაინც ჰქონდა, რომ გაუყენებია ნარკოტიკი ინექციურად, გქონია დაუცველი სქესობრივი კონტაქტები, ნუშად. ან აქვს ბიანალფეცე ვირუსული ჰეპატიტი, მოვიდეს გამოსაკვლევად, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქვეყანაში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია. მაშინ ესეთი შეკითხვა მაქვს. ისე კვლავ აი თქვენი პასუხიდან კვლავ ხდება ფოკუსირება იმ ჯგუფებზე, რომელიც ქალბატონი ჩამოთვალა. მაგრამ მე მახსენდება, რომ თქვათ, იგივე სილამაზის სალონები, სადაც ხდება სტომატოლოგიური კლინიკები, სადაც შეიძლება სრულიადაც არ განეკუთვნებოდეს ჯგუფის წარმომადგენელს ადამიანი მოხდეს და გახდეს
ფარული მატარებელი ან ინფიცირებული, ხო? ამიტომ იქნებ სალონებიდან ვიდრე სტომატოლოგიური, მაგრამ მაინც. ამ პრობლემას რას უშვებით? იცით რა არის? ეს HIV ინფექციის მხრივ ცოტა ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს სალონები და იგივე სტომატოლოგიური კაბინეტები. არის სხვა სისხლის გზით გადამდები ინფექციები, როგორც არის B ჰეპატიტი და C ჰეპატიტი, რაც საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ არის, მაგრამ HIV ინფექცია ეს არის საკმაოდ რთულად გადასადები ინფექცია სალონებიდან და სტომატოლოგიური კაბინეტებიდან. ძალიან ადვილად კვდება. კი, ძალიან ადვილად ინაქტივირდება ვირუსი, ძალიან ადვილად კვდება, კი, ვიდრე C ჰეპატიტი და სტერილიზაციის შემდგომ. სტერილიზაცია და დეზინფექცია აბსოლუტურად საკმარისია. შეხების შემდეგ უფრო ადვილად იღუპება. მაშინ აი ხო ხედავთ კიდევ ერთი ინფორმაცია მივიღეთ შისთან დაკავშირებით და მოდით დრო გვაქვს და კიდევ ერთხელ ჩვენს და მაყურებელს შევახსენოთ ამ დაავადების შესახებ გადადების ხერხების შესახებ და იმ მითების შესახებ რომელიც სამწუხაროდ 21 საუკუნეში გვინდა დავამსხვრიოთ ის მითი რომ შიცი არის სასიკვდილო დაავადება აი სტიგმა მოდის უშუალოდ ამ ფაქტორიდან ეს ასე ნამდვილად აღარ არის რატო არის რომ საზოგადოება ესე აქტიურად მონაწილეობს C ჰეპატიტის პროგრამებში იმიტომ რომ მიცის რომ გამოკვლევის შემდეგ მისთვის არის უფასო მკურნალობა მინდა საზოგადოება მიცოდდეს რომ აბსოლუტურად იგივე სიტუაცია შიცზე მაგრამ სამწუხაროდ ეს ინფორმაცია ასე არ ვრცელდება. ანუ აი ინფექციის გამოვლენის შემთხვევაში ავანტყოფს ასევე აქვს უფასო მკურნალობა მაღალაქტიური პრეპარატებით, რომელიც მის სიცოცხლეს აძლევს აბსოლუტურად ერთი შეკითხვა მაქვს. გამოვლენის ეტაპს თუ აქვს მნიშვნელობა? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა. თუ ადრეულ ეტაპზე გამოვავლინეთ, მაშინ მკურნალობა გაცილებით ეფექტურია და თქვათ უკუჩვენებები გაცილებით სიმპტომები რა არის ეს თავიდან თქვათ ადამიანი რას გრძნობს რომ თქვათ გაუჩნდეს აზრი რომ სიმპტომები მოდიფიკიდან დავიწყოთ რომ სიმპტომები ინფიცირების მომენტიდან 5-7 წლის განმავლობაში არ გამოვიდნენ. არის ამ დაავადების ადამიანი არის ინფიცირებული და ვერც წარმოუდგენელია რომ არის ინფიცირებული და ეს წარმოადგენს ინფექციის წყაროს სხვა ადამიანისათვის. გარდა ამისა, ის ვირუსი მის ორგანიზმში მრავლდება და ნელ-ნელა იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის განვითარებას. აი 5-7 წლის შემდეგ, როდესაც უკვე იმუნოდეფიციტი ჩამოაყალიბებს ორგანიზმში, სხვადასხვა სიმპტომები შეიძლება გამოვითარდეს. ეს არ არის რომ რაღაცა ერთი სიმპტომი ჩამოყალიბდეს, ძალიან მრავალფეროვანი. ეს უკვე ითვლება დაგვიანებული 7 წლის. არა, დაგვიანებულად არ ითვლება, კი. არის უბრალოდ დაგვიანებული, როცა უკვე გამოხატული არის რაღაც გარკვეული ჩენოძახით ამას ოპორტუნისტულ დაავადებებს, აი ეგ უკვე ძალიან რთულია ხოლმე. სიმპტომები მაინც დაგვიანებულად არის. ძალიან ბევრი წელია არ ყოფილა ინფორმაცია რომ შიცით გარდაიცვალა ვინმე. ანუ მართვადია და შეიძლება იცხოვოს. კი, ეს არ გვესმის უბრალოდ გვესმოდა ხოლმე ადრე 80-იან წლებში ეს უგვესმოდა თქვა და დასავლების შემთხვევაში ისე უკავშირდება გვიან გამოვლენას. ერთი შეკითხვა მაქვს, თქვათ აი ეს გეგმიური გამოკვლევები ჩვენ რომ ვეძახთ რა სისხლის ანალიზი ჩავაბარე, ხო? რამდენად შეიძლება თქვათ ესეთი მარტივი გზით გამოვლინდეს შეძენილი ქალბატონების გეგმიური გამოკვლევები ნამდვილად ეკუთვნით ასე ვთქვათ. და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ საქართველოში მაინც არსებობს 97 შემთხვევა, როცა დედა იყო ინფიცირებული და აი ინფექციის გადაცემა მოხდა ბავშვზე. ეს დედა რომ ყოფილიყო დროულად გამოკვლეული, ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება აბსოლუტურად რომ მკურნალობის გზით ავიცილოთ ბავშვის დაინფიცირება. და შეინარჩუნოს რა თქმა უნდა, უშუალოდ გრძელდება და ბავშვი იბადება აბსოლუტურად ჯანმრთელი. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა და შეიძლება თქვათ ქალბატონები, რომლებიც ან აპირებენ, ან ეხლა არიან ორსულად, თქვათ ეს მომენტი არ გამოტოვონ და გაიკეთონ აი ინფექციაზე გამოკვლევა. როდესაც ვსაუბრობთ სტიგმაზე, აქ ბევრი შემადგენელი კომპონენტია, ხო? ეგრევე უნდა იმ რაღაცა საზოგადოებისგან მარგინალიზირებულ ჯგუფში წარმოიდგინოს შენი თავი, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ. და ალბათ გამოკვლევაზე მისვლაც სწორედ ამასთან არის დაკავშირებული და ასევე ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სტიგმის გაჩენას ამ დაავადებასთან დაკავშირებით არის არასწორი მითები ჩვენ ვეძახთ, არასწორი ინფორმაცია. მაგალითად, დღემდე მესმის მე, რომ ზოგიერთ ადამიანს გონია, რომ საყოფაცხოვრებო ნივთების, საერთო საყოფაცხოვრებო ნივთების მოხმარებით შეიძლება
შესაძლებლობა გადაიდოს ეს დაავადება ან ჰაერწვეთოვანი გზით შეიძლება და ხელის ჩამორთმევა არ შეიძლება. გადადების ხო, აი მოდით კიდევ კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ. მე გამახსენდა ესეთი ფლეშმობი ჩატარდა, როდესაც ერთი მამაკაცი იდგა ქუჩაში და ეწერა რომ მე აინფიცირებული ვარ და ელოდებოდა თუ ვინმე ჩაეხუტებოდა. იყო ვიღაცები ვინც ეხუტებოდნენ, მაგრამ უმრავლესობა მაინც თავს იკავებს კი. ხოდა ჩამოვთვალოთ რომ ჩახუტებით, საერთო ჭურჭლით მე რო არ ჩამოვთვალოთ. ჩახუტებით საერთო ჭურჭლის მოხმარებით, აბაზანა თეთრეული ერთ საკლასო ოთახში ჯდომით ეს ინფექცია ნამდვილად არ გადაეცემა. არც კოცნით, არც ხელის ჩამორთმევით და ასე შემდეგ. გადაეცემა მხოლოდ დაუცველი სქესობრივი კონტაქტით აინფიცირებულ ადამიანს. დაუცველი მნიშვნელოვანი სიტყვაა. კი, ნუ თავარი ყველაზე ესეთი მომენტი მან და აქ დაუცველი სქესობრივი კონტაქტია ზუსტად. ნარკოტიკის ან სხვა ნებისმიერი წამლის ხვის მიერ ნახმარი ნემსის ან შპრიცის გამოყენება. ანუ სისხლთან უნდა ქონდეს საშუალო კონტაქტი და არა კონტაქტი. დაბინძურებული არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით, თუმცა დავამატებო საქართველოში ამის პრობლემა ნამდვილად არ არის. და მესამე გადაცემა ეს არის დედიდან შულზე, როგორც ქეთიმ უკვე აღნიშნა, ეს შეიძლება იყოს მუცლათყოფნის, მშობიარობის ან ზუცითი კვების დროს. პროგრამა, რომელზეც თქვენ საუბრობდით, ბოლო პუნქტად, როგორც აღნიშნეთ, მოიცავს ამ ინფექციის ნულოვანი დონის შენარჩუნებას. ეს რას ნიშნავს? ნულოვანი დონი. ის თქო რაღაცა განეიტრალებულია და მაინც ცხოვრობს ადამიანის ორგანიზმში. ხო, სრულად განიდევნება, ასე ვთქვათ. გადაცემა რატომ ხდება? იმიტომ რომ ინფიცირებული ადამიანის სისხლში ცხოვრობს ეს ვირუსი და გადაცემის დროს მოხდება გარკვეული კონცენტრაციით ამ ვირუსის გადასვლა სხვა ადამიანში. იმის გამო რომ ინფიცირებული ადამიანი არის მკურნალობაზე და ჩვენ შევინარჩუნეთ ვირუსის ეგრეთ წოდებული სუპრესია, ის ვერ ხდება მისი გამოვლენა ტესტით. განავირუსი აღარ არის, უბრალოდ კონცენტრაცია იმდენად დაბლა არის, რომ მისი დაჭერა ტესტით არ ხდება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ხდება უსაფრთხო შემომყოფი სხვა ადამიანებისთვისაც. ამიტომაც არის ახალი სტრატეგიაც, რომ მკურნალობა პრევენციისთვის, ანუ ვინც მკურნალობს, იგი სხვისთვის გადამდები აღარ ხდება. მატარებელს რო ეძახიან მაგას გულისხმობ. მატარებელია ყველა, ვინც დაინფიცირდება, მაგრამ ვინც მკურნალობაზეა, ის უკვე სხვა ადამიანებისთვის არის უსაფრთხო. ძალიან კარგი პრაქტიკა არის უცხოეთში სოციალ მეჯიკ ჯონსონს ვიხსენებ ხოლმე. ანუ საჯაროდ რო ამაზე საუბრობდა, თქვენს რო ამ კაცმა იმდენი რამე გააკეთა თავისი საჯარო გამოსვლებით, მას სხვადასხვა დაუდგა მთელი ლიგა გვერდით, როცა მოედანზე გავიდა და ყველა ხელი ჩამოართვა, ჩაეხუტა და მასთან ერთად თამაშეს კიდე წლები ითამაშა კალათბურთი. ჩვენთან რაღაც ესეთი პრეცედენტები არც შეინიშნება, სტიგმის ბრალია და ერთი გამბედავი, ასე ვთქვათ, ნაბიჯი, რომელიც მისცემს რამოდენიმე გამბედავი გუშინაც იყო მაგალითად ერთ-ერთი გამბედავი ნაბიჯი, როდესაც ჩვენმა ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ინფიცირებულმა პაციენტმა განაცხადა, საჯაროდ განაცხადა ტელევიზიით თავისი ინფიცირების შესახებ. არის რამოდენიმე ადამიანი, რომელიც ამას აცხადებს, უბრალოდ რა არიცით, საზოგადოებით, თვითონ ჩვენ აინფიცირებულ ადამიანებს ინტერნეტში შეიარეს საზოგადოებისგან არა მარტო სტიგმა, მაგრამ დისკრიმინაციული ქმედებას წამოვა, რომ რაღაცნაირად თავს იკავებენ ამისგან, რომ არა მარტო მათი, მაგრამ ასევე მათი ოჯახის წევრები. ეს სტიგმაც არის, აი, რომ ამბობთ, რომ თქვა ანალიზის გაკეთება, ხო თქვა, რომ მე არ დამემართება, მე არ მექნება, ესეც ერთგვარი სტიგმა არის, შიშით არის ალბათ, რომ ჩვენ შესაძლებლობების პირთა მაგალითზე ეს აღნიშნეთ, რომ ძალიან კომპლექსურია. თავად პაციენტების პასუხისმგებლობაც არის, ისინი უნდა გამოვიდნენ, გაიჩინონ მეგობრები, შექმნან ოჯახები, ასე საზოგადოება ვერ მიიღებს. მართლაც არ შეგვიძლია უფლებებისთვის თავად და შემდეგ უკვე საზოგადოება იქნებით თქვენს გვერდზე, გამოგვიყენეთ და ძალიან დიდი მადლობა და დავბრუნდებით კასტინგის დეტალებით. Orange Fantasy.